მეოთხე შეყვარებულობის მექანიზმი არის ეგრეთ წოდებული სარკისებრი რეაქცია. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც მამაკაცი აკოპირებს ქალის სიტყვებს, ქცევას, ემოციებს, სოფლმხედველობას და ასე შემდეგ. ქალი ამბობს კატები მიყვარსო. მამაკაცი პასუხობს ვგიჟდები კატებზე. 10 წელი მყავდა, შარშან მოკვდაო. ქალი ამბობს ვერ ვიტან სიცხესო. მამაკაცი პასუხობს ზუსტად მაგ მიზეზით სულ მინდოდა რომელიმე სკანდინავიურ ქვეყანაში მეცხოვრაო. შედეგად ქალს რაღაც მისტიური სულიერი კავშირის შეგრძნება ეუფლება. ის ფიქრობს როგორ გავართ ერთმანეთს. ალბათ ჩემი ბედიაო. ხოლო როდესაც გავა ერთი თვე და მამაკაცი რომ სულ სხვანაირად დაიწყებს ქცევას, მაგას აღარანაირი მნიშვნელობა აღარ ექნება, რადგან ქალი უკვე შეყვარებულია. მნიშვნელობა ექნება მაშინ, როდესაც ეგ შეყვარებულობა გაუვლის, თუმცა ამაზე ვიდეოს ბოლოსკენ ვისაუბრებ. ეს მეთოდიც კარგად რომ გამოგივიდეს, გჭირდება ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელსაც ჭკუას ვუწოდებთ. ანუ თუ თიხუშად არ უნდა გადაიქცე, ჭკვიანურად უნდა ქნა. თუ შენ ყველაფერზე პასუხობ, მეც მასე ვფიქრობო. ეგ უკვე სარკისებრი რეაქცია აღარაა. მაგას უკვე შეტენვა ჰქვია. ეგ არის ქალისთვის თავის მოწონების საწოდავი მცდელობა. შენი ხმის ტონი უნდა იყოს თავდაჯერებული, ხოლო შენს პასუხში კი უნდა იყოს დეტალები შენი ცხოვრებიდან. ანუ უბრალოდ სიტყვაზე კი არ ეთანხმები, არამედ მასეთი ცხოვრების ეული გამოცდილება გაქვს.